დროის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ბრძოლა UFC-ში, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს მოუგო და ქამარი დაიცვა. თავად მებრძოლის კომენტარი, რომელიც მან ბრძოლის შემდეგ გააკეთა. ამ ყველაფერზე ასევე ილია თოფურიამაც ისაუბრა. ხუჩა კვარაცხელიას დიდი კრიტიკა ნეაპოლში კვლავ გრძელდება, რას იძახიან იტალიელები ქართველ ფეხბურთელზე, რომელიც ახლახანს პარის სენ-ჟერმენში გადაბარგდა. ხოლო ახალი გუნდის მწვრთნელმა ქართველზე საჯაროდ ისაუბრა. შოთა არველაძის სიტყვებმა ამ ტრანსფერზე საქართველოში დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. ეს და სხვა მრავალი თემა ჩვენს დღევანდელ ვიდეოში, ხოლო დაწყებამდე თხოვნა მექნება მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რადგან სამწუხაროდ 80%-ს იმ ხალხისგან, ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, არხი გამოწერილი არ გაქვთ. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი თხოვნა გაითვალისწინე. ახლა ვიდეოზე გადავიდეთ. მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა და უმარ ნურმაგომედოვს, რომელსაც აქამდე არც ერთი წაგება არ ქონია, საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. ორთაბრძოლის შემდეგ ინტერვიუზე მისულმა ჯო როგანმა მანქანა შეაქო და განაცხადა, რომ მისი და უმარის ჩხუბი ამ წონის ისტორიაში საუკეთესო დაპირისპირება იყო. ჯო, ეს სიტყვები შენგან ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა შენ და მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც აქ მოვიდა. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს. მიყვარხართ ქართველებო. თქვენ იცით, რომ ყოველთვის ვარჯიშობ და არასდროს ვჩერდები. მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ს ვჭირდებოდი. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ორთაბრძოლისთვის მაღალ დონეზე მომზადებაა საჭირო. მე კი ტრავმირებული ვიყავი. ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი მაწუხებდა. უმარი კარგი მებრძოლი და რთული მეტოქია, მაგრამ ასაკოვანი ადამიანი მიწოდა. დიახ, ასაკში ვარ, მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობ და ყოველდღიურად ვშრომობ. ხალხო, გთხოვთ, თავი არავის დააჩაგრინოთ, საკუთარი თავი სათანადოდ დააფასეთ, თქვენი თავი სირწმუნეთ და ყველაფერი შესაძლებელია. მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო. აუთსაიდერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხებზე მკიდია. საკუთარი თავის მჯერა და ეს საკმარისია. ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. უმარი აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა გაზარდა და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი კემპისას ტრავმირებული ვიყავი, დღეს ოქტაგონზე ყველაფერი დავტოვე. საკუთარი თავით ვამაყობ, შემიძლია დღესვე კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო. და ბოლოს კიდევ ერთხელ მიყვარხართ ქართველებო. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა კარიერაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, უმარმა კი პირველად წააგო. მანქანამ საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა და საკუთარი მეტსახელიც გაამართლა. მერაბის ამ გამარჯვებას და წარმატებას UFC-ს მეორე ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა. მერაბ, ჩემო ძმაო, რა მაგარი მებრძოლი ხარ, უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევ. აი ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება. დაწერა ელმატადორმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე. მერაბმა ლეგენდარულ ჟორჟ სენ-პიერს გადაასწრო და UFC-ში ყველაზე მეტი 92 თეიქდაუნი შეასრულა. ლეგენდარული კანადელის ანგარიშზე 90 თეიქდაუნი იყო. გეტყვით იმასაც, რომ მანქანამ საჩემპიონო რაუნდები უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მერაბი pound for pound რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებდა და იმედი ვიქონიოთ, რომ დაწინაურდება კიდეც. დამარცხებულმა უმარ ნურმაგომედოვმა ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მებრძოლის თქმით, მას ეს ბრძოლა არ წაუგია. ფიქრო, პირველი 3 რაუნდი მოვიგე, ბოლო 2 კი ახლოს იყო და არ მგონია, რომ დავმარცხდი. პირველი რაუნდის შემდეგ დარტყმა მიჭირდა, რადგან მგონი ხელი მოვიტეხე და ამან ჩხუბზე გავლენა იქონია. მადლობა ღმერთს და ამ ორთაბრძოლის ვიდეოს უნდა ვუყურო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მგონია არ წამიგია. საჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიდეოს ნახვა მინდა. მერაბს არაფრით გაუკვირვები ვარ, ვიცოდი, რომ რთული მეტოქე იქნებოდა და რასაც არ ველოდებოდი იყო ის, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე. მე კი ვულოცავ მერაბ დვალიშვილს ამ შესანიშნავ გამარჯვებას და ქამრის პირველად დაცვას. იმედია, წინ მეტი და მეტი გამარჯვება გველოდება. აბა წინ მერაბ. საფრანგეთის ლიგა 1-ის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ხუჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლას გამოეხმაურა. ლიგა 1-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 23 წლის გარემარბს ქართულად მიესალმა. კეთილი იყოს შენი ფეხი საფრანგეთში, საქართველოს ქუჩებიდან პარიზის გულში. ხუჩა კვარაცხელია აქა, ნათქვამია პოსტში. შეგახსენებთ, რომ პარიზულ კლუბთან კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარა PSG-ში 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მედიის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ნაპოლის 70 მილიონ ევროს გადაუხდის. ნაპოლისთან შედარებით, PSG-ში კვარას ხელფასი 5-ჯერ გაიზრდება. გუშინ კვარამ სოციალურ ქსელში ნაპოლისთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ კლუბიდან წასვლის დრო დადგა.
ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი კვარაცხელიაზე საუბრობს. შეუცვლელი არავინ არის. კვარაცხელია ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო სერია A-ში. მისი გადაწყვეტილებაა და დრამა არ უნდა შევქმნათ. შეუცვლელი არავინ არის. მისი დარჩენა კონტრპროდუქტიული იქნებოდა. ნაპოლის სწორად მოიქცა, რომ PSG-ს შეთავაზებას დათანხმდა. ამით ხვიჩას მოთხოვნებიც დააკმაყოფილა. ვინ შეცვლის მას, კიეზა თუ გარნაჩო? მოდით გადაწყვეტილების მიღება კონტეს ვანდოთ. ახალგაზრდა არგენტინელი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ძვირი ღირს. ნახოთ რა მოხდება. ახლა დროა ყველაფერს თავი დავანებოთ და ატლანტასთან მატჩზე ვიფიქროთ. ხვიჩა კვარაცხელიას წასვლასთან დაკავშირებით ნეაპოლურ სპორტულ პრესაში არაერთი მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მათ ეკითხებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 23 წლის ქართველი მოთამაშე პარტენოპეისთვის და ვინ შეიძლება ღირსეულად ჩაანაცვლოს PSG-ში წასული ვარსკვლავი ისე რომ გუნდის საჩემპიონო ამბიციებს არაფერი დაემუქროს. ამჯერად ერთ-ერთი გამოცემის რესპონდენტი ფაბიო კანავაროს ძმა პაოლო გახლდათ. საუკეთესოების შენარჩუნება მუდამ რთულია და ფეხბურთში ასეთები ხშირად ხდება. ვერ დაგამშვიდებთ და ვერ გეტყვით რომ ხვიჩას წასვლა ნაპოლის არ დაეტყობა, მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც მის შეცვლას თუ ვერ შეძლებენ, შეეცდებიან მაინც. ამისთვის კი ალეხანდრო გარნაჩო იდეალურ ვარიანტად მიმაჩნია. როგორც ამბობენ, კვარა წასვლას დიდი ხანი აპირებდა, მაგრამ გონია რომ პროცესები დავით ნერეშის მისვლამ დააჩქარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. შოთამ Facebook-ში დაწერა, რომ კვარას წარმატებაში დარწმუნებულია. ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება. იმის და მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ფიქრობ PSG თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ. კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს, ულოცავ შენს დიდ ოჯახს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას. მეც ვეთანხმები შოთა არველაძეს იმაში, რომ კვარასთან ერთად შესაძლოა მართლაც ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგას პარი სენ-ჟერმენმა, რადგან ახლა ეს გუნდი მეტად ამბიციური იქნება. პარი სენ-ჟერმენი კვარასთან ერთად იქნება გუნდი, რომელიც ეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას, არა სახელების ხარჯზე, არამედ თამაშის ხარისხის. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა კვარაცხელია კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას გაკვირვებას და შეძლებს თუ არა რომ გაიბრწყინოს ამჯერად საფრანგეთში. ლანსთან მოგებული გასვლითი მატჩის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის ახალწვეულზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მას აქვს ყველაფერი, რასაც შეიძლება ახალწვეულისგან ელოდე. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად დიდი გამოცდილება აქვს. ხასიათი, გოლების გატანისა და დრიბლინგის უნარებში, დაცვაში თამაშის უნარები. დღეს შეტევის ხაზმა კარგად ითამაშა, მაგრამ კვარაცხელია ჩვენთვის კარგი გაძლიერება იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა კვარაცხელიას მხრიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლა? ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი ტრანსფერია და შეგვიძლია რომ ველოდოთ რაღაც დიდს და განსაკუთრებულს. თქვენი აზრები კი დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად წავიკითხავ. დღეისთვის კი სულ ეს იყო. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მე კი ამით დაგემშვიდობებით და აბა, წარმატებები.